15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა. მან პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და სამუშაო სპეციფიკაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ თავდაპირველად შეირჩა თბილისის 20 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში უკვე 50 სკოლაშია წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანიკ უდუხაშვილმა და ამავე პროგრამის კონსულტანტმა მანანა ჯინჭარაძემ. შეხვედრას სასულიერო პირები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. დღეს ღირებულებითი კლუბის ხელმძღვანელი მოძღვრების და მასწავლებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა შედგა. გავიარეთ ის საკითხები, რაც შეეხება თვითონ სცენარებს, მიზნებს, გეგმებს, როგორ უნდა განვახორციელოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი ღიაობა გქონდეს, არც ერთი საკითხი არ იყოს ისეთი, რომელიც მათ აინტერესებდა და ჩვენ მასზე წარმოდგენა არ შევქმნათ, არ დავანახოთ, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ურთიერთშეთანხმებაზე, კოორდინაციაზე და ღიაობაზე დაფუძნებული. აქცენტი გამახვილდა იმაზე, რომ ეს კლუბები არის ნებაყოფლობითი, ასევე კითხვა დაიცვა, რომ აქ არის სუფთა რელიგიური მიდგომა თუ არა და ჩვენ უპასუხეთ, რომ რა თქმა უნდა ეს არის არა მაინც და მაინც რელიგიური მიდგომა, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გაკვეთილი და ვფიქრობთ, რომ ზუსტად ღირებულებებია რა ხერხემალზეც, რა საფუძველზეც დგას ჩვენი სახელმწიფოც, მოქალაქეც და დიდი როლი აქვს რეალურად ღირებულებებს, რომელზეც შენდებოდა და აშენდება ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ჩვენმა მოზარდებმა, მოსწავლეებმა ვფიქრობთ, სწორად უნდა იცოდნენ ეს ღირებულებები. შარშან 20 სკოლა საპილოტე რეჟიმში, ესე იგი ღირებულებით განათლების კლუბებს თავის წიაღში აარსებდა მამებისა და მხარდამჭერი მასწავლებლების საშუალებით. ინტერესი იყო ძალიან კარგი, როდესაც ბავშვებმა გაიგეს, რომ მათ სკოლაში მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ მათ თვითონ ბავშვებს კლუბები, სადაც მთავარი პერსონაჟების თითენ იქნებოდნენ. ბუნებრივია, დიდი დაინტერესება და დიდი ჩართულობა გამოიწვია ამ ყველაფერმა. მე პირადად მიწევს 179 საჯარო სკოლაში კლუბის მენტორობა. შარშან მყავდა 5 კლუბი, 180 ბავშვამდე იყო გაერთიანებული შარშან ამ სკოლაში, ღირებულებით განათლების კლუბში. წელს პრიორიტეტი განისაზღვრა მერვე მეცხრე კლასებში და შესაბამისად მოგვიწია ისევ 3 კლუბის ჩამოყალიბება. გრძელდება იმ რეჟიმში, როგორც შარშან, ბავშვების დაინტერესება და ჩართულობა ხა დიდი არის. ჩვენი აქტივობები არ არის მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, მე როგორც მენტორი არ ვქადაგებ. ჩვენ ვსვავთ საკითხს, თუ რომელ ღირებულებაზე ვისაუბრებთ, გაწერილია სცენარები, თქვათ რომელ კვირას, რომელ ღირებულებაზე უნდა ვისაუბროთ, იქნება ეს უნივერსალური ეროვნული და პიროვნული ღირებულებები. ღირებულებითი განათლების კლუბი შექმნილია იმისთვის, რომ ფორმალურ განათლებას გაუწიოს დახმარება, ქმედითი გახადოს მესამე კატეგორიის ცოდნისთვის გამიზნული ის ღირებულებები, რომლებიც უნივერსალურია, რომლებიც ადამიანურ ღირებულებებს ეყრდნობა და ასევე ქრისტიანული ღირებულებებიც არის. საინტერესო არის ბავშვებთან მუშაობა იმ მხრივ, რომ მათ თავად მოინდომეს ეს ყველაფერი, თავად არიან მომსწრე აი ამ გამოწვევებისა, რაც ჩვენ ღირებულებით განათლებაში გვაქვს და შესაბამისად ისინი ზუსტად პასუხობენ აქცენტებს. არ არის ღირებულებითი განათლება სამოქალაქო განათლების კონკურენტი. ეს არის არაფორმალური განათლების კლუბი. სამოქალაქო განათლება არის ჩვეულებრივად ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული საგნობრივი მასალა, რომლის თემები არის დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობები, თავისუფლებები, უფლებები და ასე შემდეგ. ღირებულებითი განათლების თემები არის სიკეთე და ბოროტება, ადამიანები, რომლებიც ეყრდნობიან ძირითად ღირებულებებს, ვინ არიან ესენი, რატომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. შესაბამისად, ეს თემები არ კვეთს ერთმანეთს. შეიძლება ემთხვეოდეს რაღაც ნაწილში, მაგრამ ჩვენ
მივიღებთ აბსოლუტურად სხვა თემებს, რომლებიც არ არის განკუთვნილი სამოქალაქო განათლების სტანდარტში. საინტერესო არის მიმართებები ღირებულებით განათლებასა და სამოქალაქო განათლებას შორის ორიოდე სიტყვით რო გამოვხატოთ. ღირებულებითი განათლება გვასწავლის როგორ ვიყო ადამიანი, როგორ ვიყო ეს ადამიანი, როგორ გავხდე ის, ვინც მინდა მე რომ ჩემი თვით შემეცნებით გავხდე. სამოქალაქო განათლება გვასწავლის როგორი ადამიანი უნდა ვიყო, როგორი მოქალაქე უნდა ვიყო მე, რომელიც დღეისთვის ვთქვათ ამ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ჩემს უფლებებს ვიცნობ და ასევე მაქვს გარკვეული მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თავისთავად ძალიან საინტერესოა იმითაც, რომ მრავალფეროვანია თემატური მასალა, მრავალფეროვანია მეთოდური, ასევე მრავალფეროვანია ის, რომ ჩვენ 1 საათი გვაქვს ამისთვის, რომ ერთი თემა საყოველთაოდ მოვიცვათ და არა მხოლოდ 1 საათი, არამედ შეგვიძლია ეს კიდე მომდევნო მეცადინეობებზე გავაგრძელოთ და საინტერესო მასალას ბავშვებიც ისე აღიქვამენ, როგორც კლასგარეშე გაკვეთილებს, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლეს. მე 16 საჯარო სკოლის წარმომადგენელი გახლავართ, მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩვენთან მომაგრებულია ჩვენი უბნის მოძღვარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მამა კახაბერი და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური ასე ვთქვათ, ხედვით შემოვიდა სკოლაში, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების გასააზრებლად, რაც მოგვიტანეს ჩვენ საპატრიარქოს და მასწავლებელთა სახლის ერთობლივი, ასე ვთქვათ, თანხმედრით შემოსული პროექტი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან საინტერესო იქნა ბავშვებამდე მიტანილი. პირველივე გაკვეთილი, პირველივე ჩატარებული გაკვეთილი იყო ძალიან აქტიური, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით და სურველი აქედან გამომდინარე, მეორე გაკვეთილისთვის უკვე ძალიან ბევრი სურველი გაჩნდა სკოლაში, სწორედ ამან დამანახა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი წარმოჩნდა იმ კუთხით, რომ ბავშვებს გააზრებინოს რა არის ღირებულებები, ჩვენი ეროვნული, ფუნდამენტური ღირებულებები, თუნდაც რწმენის თვალსაზრისით, თუნდაც სიყვარულის, ადამიანობის თვალსაზრისით, კაცთმოყვარეობის თვალსაზრისით და აი ეს ყველაფერი მოტანილი სახალისოდ, ლამაზად, ბავშვებისთვის საინტერესოდ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია.